აი მოდი ერთი წამით დავფიქრდეთ. წარმოგიდგინიათ თქვენი სახელმძღვანელო რომ უცებ გაცოცხლდეს. აი წიგნი, რომელიც არაუბრალოდ რაღაცას გასწავლით, არამედ თვითონაც სწავლობს თქვენთან ერთად. ხვდებით, ერგება თქვენს ინტერესებს, თქვენს სტილს და რაც თავარია, ლაპარაკობს თქვენთვის გასაგებ ენაზე. ვიცი, ეს რაღაც ფანტასტიკის სფეროდან ჟღერს, ხომ? მაგრამ დამიჯერეთ, სიმართლე ისა, რომ ფანტასტიკა უკვე აღარ არის. კარგი, სანამ მომავალზე გადავალთ, მოდით დავიწყოთ იმით, რაც ალბათ ყველასთვის ნაცნობი და მოდი ვაღიაროთ ცოტა მტკივნეულიც გია. რა სჭირს ზოგადად სწავლების ძველ ტრადიციულ მიდგომას და რატომ აღარ მუშაობს ის ისე როგორც საჭიროა? აი, შეხედეთ, მარცხნივ გვაქვს ის, რაც ყველამ ვიცით. ჩვეულებრივი ციფრული სახელმძღვანელო, ხშირად უბრალო PDF ფაილი, რომელიც ფაქტობრივად დაბეჭდილი წიგნის ასლია. ხომ ასეა? ინფორმაცია მოდის ცალმხრივად, ყველაფერი სტატიკურია და რაც ყველაზე ცუდია, ერთი და იგივეა აბსოლუტურად ყველასთვის. აი, ეს არის სწორედ ის ერთი ზომა ყველასთვის მიდგომა, რომელიც მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არაეფექტიანია. მარჯვნივ კი, აი მარჯვნივ სხვა ამბავია. ბარემ ერთი კითხვაც. შემთხვევით ისტის საგამოცდო ტრენინგი ხომ არ გაინტერესებთ? ბრაუზერში აკრიფეთ ეკრანზე მითითებული ბმული, ან დაასკანერეთ QR კოდი და თქვენ ნახავთ ტექნოლოგიების გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ. და აი ზუსტად ამ პრობლემის გადასაჭრელად შემოდის სცენაზე Google-ის ახალი, ჯერჯერობით ექსპერიმენტალური სისტემა, მას ქვია Learn Your Way. რაც ქართულად რომ თარგმნოთ, გამოვა რაღაც ამდაგვარი. ისწავლე შენებურად. სახელიც კი უკვე ბევრ რამეზე მიგვანიშნებს, არა? მას კონკრეტულად რა არის ეს Learn Your Way? მოკლედ, ეს არის სისტემა, რომლის გულში ძდევს Google-ის უახლესი და უმძლავრესი ხელოვნური ინტელექტი, Gemini 1.5 Pro. და იცით რას აკეთებს? ის იღებს ნებისმიერ თუნდაც ყველაზე მშრალ და მოსაწყენ სახელმძღვანელოს და აქცევს მას ნამდვილ პერსონალურ ინტერაქტიულ სასწავლო თავგადასავლად. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო ჟღერს, მაგრამ მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ. როგორ ხდება ეს მაგია? კონკრეტულად, როგორ ახერხებს ეს ტექნოლოგია, რომ უბრალოდ ტექსტი რაღაც ცოცხლად აქციოს? ყველაფერი საკმაოდ მარტივი და გენიალურია. სისტემა პირობითად სამ ძირითად რამეს აკეთებს. პირველი, ის ერგება, ანუ ტექსტს თქვენს ასაკსა და პირად ინტერესებს არგებს. მეორე, ის ამდიდრებს, ანუ ამატებს ისეთ მაგარ რაღაცებს, როგორიცაა აუდიო გაკვეთილები, ინტერაქტიული რუკები და ასე შემდეგ. და მესამე, ის გამოწმებთ, ანუ ჩაშენებული კითხვარებით მღისიერად გიმოწმებთ ცოდნას და გაძლევთ უკუკავშირს. და აი მივედით ალბათ ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილამდე. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ფიზიკის სახელმძღვანელოს პირდაპირ ეუბნებით. იცი რა, ეს ნიუტონის მესამე კანონი რაღაც ვერ დავამუღამე. მოდით თუ შეიძლება კალათბურთის მაგალითზე ამიხსენი. და ბამ, სისტემა მომენტალურად გარდაქმნის ტექსტს და გიხსნით, როგორ მოქმედებს ეს კანონი, როცა ბურთი ძირს ეხეთქება და უკან ხდება. ან წარმოიდგინეთ, ეკონომიკის პრინციპებს გიხსნით თქვენი საყვარელი ფეხბურთელების ტრანსფერების მაგალითზე. გენიალურია, არა? ამ დროს თქვენ უბრალო პასიური მკითხველისგან პროცესის აქტიურ მონაწილედ იქცევით. კარგი, ტექნოლოგიურად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მოდით დავსვათ ყველაზე მთავარი კითხვა, ნამდვილად მუშაობს? მოაქვს კი ამას რეალური შედეგი? ანუ, არის კი ეს მიდგომა ტრადიციულ მეთოდებზე მართლა უფრო ეფექტიანი? საბედნიეროდ ამაზე პასუხი გვაქვს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად Google-მა ჩაატარა სპეციალური რანდომიზებული კურევა 60 სკოლის მოსწავლის მონაწილეობით. ეს მოსწავლეები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფი სწავლობდა ჩვეულებრივი სტანდარტული PDF ფაილით, მეორე კი სწორედ ამ ახალი სისტემით. და აი, შედეგებიც, რომლებიც ფიქრობ ყველაფერს ამბობენ. უბრალოდ შეხედეთ ამ გრაფიკს. ჯგუფმა, რომელიც Learn Your Way-ს იყენებდა, ტესტზე საშუალოდ 77%-იანი შედეგი დადო. იმ დროს, როცა PDF-ის ჯგუფის შედეგი მხოლოდ 64% იყო. 13%-იანი სხვაობა. მათთვის, ვინც ერკვევა, განათლების სფეროში ეს უბრალოდ კოლოსალური უზარმაზარი ნახტომია წინ. მაგრამ იცით რა არის კიდევ უფრო საინტერესო? ეს ეფექტი ერთჯერადი არ აღმოჩნდა, კვლევა ამით არ დასრულებულა. 3 დღის შემდეგ მათგან მეორებითი ტესტი ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ Learn Your Way-ს ჯგუფს ნასწავლი მასალა გაცილებით უკეთ ახსოვდა. ანუ საქმე მხოლოდ ტესტის კარგად ჩაბარება არ არის, ეს ტექნოლოგია ცოდნის გრძელვადიან შენარჩუნებაშიც გვეხმარება. კარგი, და რას ნიშნავს ეს ყველაფერი უფრო ფართო გლობალური მასშტაბით? მოდით დავფიქრდეთ, რა მომავალი შეიძლება კონდეს განათლებას თუ ასეთი ტექნოლოგიები მართლა ფართოდ დაინერგება. აი ეს ფრაზა, ფიქრობ, იდეალურად აღწერს ამ ხედვას. მომავალი, სადაც სახელმძღვანელოები თქვენთან ერთად ვითარდებიან. უბრალოდ დაფიქრით ერთი წამით, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს წიგნს, რომელიც კი არ ძველდება და მტვერს იკიდებს თაროზე, არამედ შენთან ერთად იზრდება, სწავლობს შენ სტილს და გემსახურება ისე, როგორც აქამდე ვერაფერი და ვერავი.
და მთავარი დასკვნაც ალბათ ეს არის. მიზარი წიგნების უბრალოდ გაციფრულება კი არ არის, არამედ მათი გადაქცევა პერსონალურ სასწავლო ასისტენტებად, თანაც ყველასთვის. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს უნიკალურ შანსს, რომ ფაქტობრივად ყველას ყავდეს ჩვენი პირადი რეპეტიტორი, რომელიც 24 საათზე ჩვენს გვერდითაა. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ეს გლობალური ინოვაცია და ტენდენცია გვაფიქრებინებს ჩვენს საკუთარ ლოკალურ რეალობაზეც. დიახ, Google-ის ეს ექსპერიმენტი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ის ნათლად გვიჩვენებს თუ რა არის შესაძლებელი და საით მიდის სამყარო. და ამიტომ მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, ასეთია. მზად არის თუ არა საქართველო ამ რევოლუციისთვის, იმიტომ რომ მომავალი გინდათ თუ არა უკვე აქ არის და ეს მომავალი პერსონალურია. და თუ თქვენ ისტი საგამოცდო ტრენინგის პირობები გაინტერესებთ, ბრაუზერში აკრიფეთ _G დახრილი ხაზი ICT-RG, ისე როგორც ეკრანზეა ნაჩვენები, ან დაასკანირეთ QR კოდი და თქვენ გადახვალთ ბმულზე, სადაც გაეცნობით ტექნოლოგიების გამოცდის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ.